მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის პაციენტთან. დიდი მადლობა აქტიურობისთვის, დაცვისთვის. გავიგე რამდენიმე ადამიანმა ესე რომ ვთქვათ, არასწორად რომ დააკომენტარეს Facebook-ზე, ესე ვთქვათ, პირაჩი შეუვარდნენ და ერთი ამბავი უთიაზრას ქვია, შენ ასე არასწორად აკომენტარებ, ანუ ესე რომ ვთქვათ, დაცვითი ფორმა გამოიჩინეთ ჩემს მიმართ, ძალიან დიდი მადლობა. თუმცა არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ ხალხს, ხო, იმიტომ რომ მათ ეს გვერდი კი ემსახურება ცნობიერის ამაღლება ზოგადად, მაგრამ არ უნდათ და ვიერს პირნად ზულდაც ხურში აკუჭავდნენ და უბრალოდ იმის შეგნებაც არ გააჩნია, რომ რაც არ მიუღებელი ან არ მოგწონს ან რაღაცა ასკროლო და მოდი, არც მე მივაქცევ ყურადღებას მასეთ ხალხს, როგორც აქამდე და თუ ნამეტანი მოვიდათ დაიბლოკებიან, არც თქვენ მიაქციოთ ყურადღება. კარგით, ნახოთ. ისთვის არის შემდეგი გაშლა. ძალიან ხოშიანად ხართ, რაღაც თქვენი ინტერესები წამოვიდა, ესე ვთქვათ, წინა ხაზზე. მოდი, რა შედის თქვენს ინტერესებში, მაშინ ეს ნახეთ, სიყვარული. სიყვარული და თქვენი თავის დამტკიცება, მოდი ასე ვიტყოდი, ხო? ეს არის პირდაპირ ჩვენება, ასე რომ ვთქვათ, თქვენ სინამდვილეში ვინ ხართ, თქვენ სინამდვილეში რა შეგიძლიათ. აკას პირდაპირ არის პირადზე გაშლა, ახლა ცოტა ესეთი ტიპაჟი არის ეს ქარაფშუტა, ხო? და ყველა გაშლა ერთი და იგივე ადამიანისთვის არ არის კიდევ ეს იმასკენ გაიგეთ, ხო? ცოტა ქარაფშუტა ტიპაჟია, ან შეიძლება სწრაფი ან დაუკვირვებელი ან რაღაც ისეთი ჩამოუყალიბებელი, მაჭარი გვყავს, მაჭარი, ამას რა ქვია, დუხს ჯერჯერობით, ხო? სახეზე, მაგრამ ეტყობა აქ ქალბატონი უფრო ძლიერ პოზიციაზე გვყავს წარმოდგენილი, სხვა დონია აშკარად ქალი, არ არის გამორიცხული, შესაძლებელია შეუფერებელიც იყოთ როგორც ფიზიკურად, ხო, ვიზუალური მხარე, ასევე შეგნებით, განათლებით, ხასიათით, ცოტა შეუფერებელი არის, მაგრამ რა ვქნათ ახლა მაინც რადგანაც მოგეწონათ, რადგანაც დაინტერესდით, ესე იგი, მაინც არის ამ ადამიანში რაღაც ის ბირთვი, რამაც მიგიზიდათ, ხო, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად განსხვავდებით ერთმანეთიდან. კარგი, ნახოთ ეს თქვენი ჩაფიქრებული, ეს არის წინა სიტყვაობა, ვისთვისაც რეზონინდა. მე ესე რომ ვთქვათ, პირობა დავდე, თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ სიგნიფიკაცია სიტყვას აღარ გამოვიყენებდი, იმიტომ რომ ზოგი სიგნიფიკაცია, ზოგი სინიფიკაცია, ამაზე რა ვიცი მე და ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ წინა სიტყვაობა თუ რეზონინდა შეგიძლიათ გააგრძელოთ მოსმენა, ან უბრალოდ მოისმინოთ თუ გსიამოვნებთ, ხო? არიან ადამიანები, აი ნინო, შენი მოსმენამ სიამოვნებს, რაღაც აუცილებლად უკეთესობისკენ რომ მოგისმენ, უკეთესობისკენ იცვლება, ესე იგი, ჩემი საქმე, ან რაღაცა გამომდის, იმედი, ეს ყველაფერი უკვე იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული მკურნალი, ესე ქვია, ასეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე დავუშვათ მისი ხმის ტემბრი, მისი მრჩევები და რაღაც ნახეთ, მოქმედებები, მე როგორი ფორმითაც გამოდივარ თქვენზე თუ დადებითად მოქმედებს, ესე იგი გამოდის, რომ ენერგეტიკული მკურნალი, გამიგეთ, როგორც ტაროლოგი, ასევე, თუმცა რა ვიცი, შეიძლება ბევრმა თქვენთაგან რატომღაც კითხვებში შემოდის, რომ სანთელს იმაშვები, თუ იტყვია, თუ კალა, თუ მე რუნოლოგიც ვარ, ჩემო-კარგებო, ძალიან წყაროს წყალებით ვიცი რუნები. სხვათა შორის ერთ-ერთმა ქალბატონმა კარტზე შლის, მე მგონია, რომ
ჩემი მსმენელია თანამედროვულად, უბრალოდ არ გამიმხილა. მანახა, აი ესო დაწერეთო და ეს წარმატების მოტანი წავიკითხე რუნები ჩვეულებრივად და თვითონ ვერ მითხრა ფორმულა. რა ეწერა იქ და მითხარი ვერ შეამჩნიე მეთქი რომ წავიკითხე თქო? მე რუნები ვიცი თქო, მე ცოტა გადამივიდა თავზე ისეთ რაღაცები სწავლება დამიწყო, რაც არ მინდოდა საერთოდ იმ თემაზე საუბარი, მაგრამ ნუ ახლა მას მისი სტილი აქვს, ხო? და ეს ვიღაცებთან გადის და ნუ მაგით მუშაობს, ესე რომ ვთქვათ და ჩემთვის ძალიან ისე პრიმიტიული იყო და ადამიანმა ისიც ვერ დააფიქსირა რა წავიკითხე, იქ მე მგონი გაგონილიც არ აქვს ის სიტყვები და ასე რომ იცოდეთ რუნები წყაროს წყალივით ვიცი. მარტო ესე სანთელი და რაღაცა დაინახეთ და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს რეკლამა, ეს რაღაცების რაც ვიცი, იმის წარჩინებ რაღაცა გავაკეთო, გადავიტყავ ენაზე, არ შემიძლია, არ გამოდის, ცხოვრებაშიც არ გამოდის. რამე გლახავარ მაგ საკითხებში. ასე რომ გავაგრძელოთ გაშლა და ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს, რას ფიქრობს. რას აპირებს, გადაღლილი არის, რამ გადაგღალა ემოციებმა თუ რამ, აფულიშონა, რას ლაპარაკებთ კაცო. ეტყობა მუშაობის თემა რაღაც ესეთი არის, ხო? სამსახურეობრივი არის, ეს არ არის გამორიცხული საბუთები, ფულთან ან კონდეს კავშირის შეხება. და ნახეთ როგორი რაღაც არის, ეს ყველაფერი იმისთვის უკვე გადამღლელი არის, აშკარად პირდაპირ სამსახურზე მესაუბრებ, რომ გადავიღალე, კი აქ გრძნობა აქვს, კი ბატონო, ესე რომ ვთქვათ, მოფრინავს თქვენთან მუთუხთუხებს, მაგრამ ეგ თემა ნამდვილად ჭირს. კარგი, არ გვინდა მაგ ახლა რაღაც საკითხებზე ჩვენ პირდაპირ გრძნობაზე მესაუბრე. გრძნობას თვითონაც ვერ იაზრებს რომ უყვარხართ და რაღაცა როგორ არის იცით, არა, იმედგაცრუებული ნამდვილად არის, ესე გამოდის რომ თლად დალაგებულად თქვენ შორის ურთიერთობა საერთოდ აქ არის კომუნიკაცია, მოდი ეს მითხარ, კომუნიკაცია. ხო, კომუნიკაცია აქ არ არის. არ არის კი არა, აქ რა ვიცი, რა ვქენით ამას. ეს დასკოჩილი არ არის, ეს უკვე დაზინგირებული არის. გადაუარეთ ტანკით. ხო, იმიტომ რომ ძალიან ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ როგორ პასუხობს მომკლა კაცია. პირდაპირ ესე საუბრობს, ხო? აქ ძალიან ბევრი იდეა აქვს ამ ადამიანს, ეთყობა ალბათ კომუნიკაციაზე გამოსასვლელი, ან სხვათა შორის რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ეთყობა თავისთვის ბურტყუნებს, ბუტბუტებს. ბუტბუტის თავი აქვს ყოველ შემთხვევაში. მეტის თავი ჯერჯერობით არ არის, ნახევრად მკვდარია ეს, მაგრამ რაღაცას მაინც ლუღლუღებს თავისთვის ოღონდ, ხო, ზურგი აქვს თქვენზე შებრუნებული, ესე იგი პირდაპირ არ გეუბნებათ. ბევრი ვერსიას განიხილავს ეს ადამიანი სხვათა შორის თქვენთან მიმართებაში. მაგრამ ხო პერსპექტივას ვერ ხედავ ერთად. არა, გეგმა აქვს ამას, გეგმა აქვს და არ გაგიკვირდეთ, არ გადამრევთ სახში უნდა მოსვლა. ან რაღაც, რა ვიცი, შეიძლება ვინმე თქვენი ნათესავი, ოჯახის წევრები, რაღაცები, ახლა საერთო ნაცნობი, ხო, რაღაცა ესე მოხდეს ჩარევა აქ თქვენს ურთიერთობაში. ან პირდაპირ გადგეთ სახლში არ არის გამორიცხული, თუმცა იცოდეთ, რომ ამ ადამიანს გეგმა აქვს, თან მრავალმხრივი გეგმა აქვს. აქ ესე გონება შეზღუდულ ვარიანტში ნამდვილად არ არის. ანუ იმას გულისხმობ, ერთი ვარიანტი ასე თუ გამოვა თუ არა და ესე არ არის. და სხვათა შორის ძალიან მკაცრ ნოტაზეც დაგელაპარაკებათ.
ლაპარაკის რა გითხრათ, მაგრამ რაღაც ისე, ანუ მე როგორც დავახასიათე, ისე არ მოგაჩვენებთ თავს, რომ ლაპარაკობთ, ეს კაცია, კაცო როგორ იცით? ვითომ ძალიან დიდი საზოგადოება, რაღაცა ფლატები ქონდა, ისეთი მანერას იკავებს ეს ადამიანი, რა ის მაჭარი და რა ის ღვინო და ათუხტუხებული შენ ხარ. სხვა კუთხით შეეცდება, რომ დაგანახოთ საკუთარი თავი სხვათა შორის ამ ადამიანმა. გრძნობა აშკარად არის აქ, სიყვარული არის თქვენ შორის, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, გართულებული ფორმებით, ხო? აქ რაღაც გასამრკვევი არის და რას იმის ამაში, რას იმოქმედებს გითხარით? ნახეთ, მე ვერ მივხვდი ამ ადამიანის, თან მოვდივარ, თან რაღაც ესე ლაპარაკობს და თან რო ვეკითხებ, რას იმოქმედებ, არც არაფერს არ მოქმედებს. ვერ გავიგე, მოდის, ჩაგხედავთ თვალებში, შენ ლამაზ თვალებ თუ რაღაცა ესე ხო ხდებით და ურთიერთობა გაგრძელდება თქვენ შორის. ტყუილია ბევრი. ძალიან ბევრი ტყუილი. ურთიერთობის გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ღვთისგან გამოგზავნილს თუ ღმერთით მოხდა ჩვენი შეხვედრა, ესეთი დამოკიდებულება აქვს, გრძნობა აქვს, ბედშიც თითქოს, აი როგორ არის იცი, რაღაცა დაგვაკავშირებს და მართლა ბედია თუ რაღაცა ხდება, ხო ხდებით, ცოტა სხვანაირი მისტიკური არის რაღაცა. ესეთი დამოკიდებულება არის აქ, მაგრამ თან ამავე დროს ტყუილი ძალიან ბევრი და რა სიტყვები, მოდი მაშინ ეს გითხარი, რატო იკავებ თავს? რა სიტყვები? გრძნობებს ფარავს საწყალი, საწოდა. იცით რა მიკვირს? გრძნობების დაფარვას და რა მოაქვს, აი ამ გრძნობებს რომ ფარავს, აი ამას რა მოაქვს, რა შედეგი მოაქვს, არც არაფერი. იმას ვერაცნობიერებს ადამიანი, რომ ეს გრძნობების დაფარვა უფრო უარესი არის აქ, ხო? და ახლა რა ვიცი, გამოდის რომ გეტყვის ადამიანი, თუ გრძნობა არა გაგარგი ყვარვარ, ის არა, ეს არა, ეს არა, დამანებეკაც თავი მაშინ აბა გასართობი ვარ სიტყვაზე, ან ერთობი დრო გაკავს ჩემთან, ხო? ეხლა მე არ მინახავს ქალის დამოკიდებულება, მაგრამ რადგანაც ეს რაღაც ჭიდილია თქვენ შორის, ესე გამოდის რომ აქ იმასაც დაჟე შენი არც დახმარება მინდა, არც მეის მინდა, არც მე რაღაც ესეთი პოზიცია გაღებული და გითხარით ეს ცდილობს სხვა ტიპაჟად წარმოაჩინოს თავისთავად, მაგრამ ეს არის დაუდუღებელი, მაჭარი ეს, თუხტუხა არის. მაინც თუხტუხა არის. ესეც, აი ეს დამოკიდებელი არაფერი მინდა, შენ დახმარება, ამნაირ ლაპარაკს რო ადამიანი დაიწყებს, ის აბა რა არის მეტი. ხო? ესე გამოდის, რომ თქვენ შორის იყო რაღაც ის მომენტები, შეიძლება ხელი შეუწყოთ, შეიძლება გჭირდებოდა თან თქვენ ან მას რაღაც დახმარება და რაღაცა იყო აქ ესეთი მომენტებიც, ხო? და ამ ყველაფერს ახლა მერე კიდე ამ გრძნობებს ფარავს, მალავს და რაღაცას, რა ვიცი, ბოდიალებს. უბრალოდ გამოსვლით და კომუნიკაციით გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ ძალიან ენატრებით, აი ისე ენატრებით, სუნთქვა უჭირს ამას. სუნთქვა უჭირს და ამ გრძნობებს ვერც ამის დაფარვა შეუძლებელია, მაგრამ ახლა ჯიუტი არის, რქიანია. კარგად ჯიხვის რქები ადგას თავზე, თორე თხასავით რო იყოს, პატარა ისინი ექნებოდა რქებუნები, აქ ჯიხკაი გაჩორჩხილი არის, კარგად ესეთი რო ქერომთაზე გადმოდგება, მაგრამ იმენა რო გადმოდგება, რაჯობს მის დანახვას, ამის საქციელის დანახვა, აი ახლა მოგეწონებათ, მოდი ვკითხოთ ქალბატონს, აი მოგეწონებათ. ნახეთ, რა დღეში ამოხვედით. მოგეწონებათ კი არა? კარებით არ გინდათ, არ მოგინდებათ რომ გავუხოთ. ნუ ახლა შეიძლება კი გინდათ, მაგრამ არც მოგინდებათ, ხო? ამას კარები რა გავუხება, ესე იტყვით ზუსტად. რა უნდა ვკითხო ამ საწოდავს?
რა ვიცი, რამე გეშველება, შეიძლება შენი დამოკიდებულება. ამას იმდენი დრო დაჭირდება. ამის აღზრდის თავი თუ გაქვთ, დაელოდეთ. აქ იმდენი დრო დაჭირდება ამას და სავარაუდოდ ნერვებიც აბა. ვიდრე თქვენი დიაში გაქვთ ორი იმდენი დრო და მაგის ნერვები თუ გაქვთ, დაელოდეთ. აი დღევანდელი გაშლა ეს იყო რაღაცა მეტი კაი მინდოდა, მაგრამ ყოველთვის ასე ხო არ არის. მოდი კიდე საბოლოოდ რას გვეტყოდა ტაროს დასტა. შანსი არც ისეთი თუ შანსი თითქოს არის, მაგრამ დრო ბევრი გეხარჯებათ, ენერგია ბევრი გეხარჯებათ. მე იმასაც იტყვით დაუბერდი მეტი აღარ შემიძლია. არც რა გითხრათ. გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ გენაცვალეთ. ეხლა ერთი რაღაცა ჩემთან ვინც მოდიხართ და მე რამეს გეუბნებით, ჯერ სიტყვებს ვერ აგიწონით სულ ყველას, ხო? ზოგს ისე, რა ვიცი, ხო, ცდილობ უხეშად არავის გითხრათ, მაგრამ მაინც ალბათ არის ხანდახან ხდება, რომ შეიძლება არ მოგეწონოთ. გასაგები არის, მაგრამ არჩევანს აკეთებთ თქვენ და არა ჩემი სიტყვები. თქვენ ნახეთ, თუ ადამიანთან ურთიერთობა არ გინდათ, დაშორდით, მე ნომიყურებთ. ჩემთვის მაგალითად გრძნობა, შეყვარებული ადამიანი, ოჯახი, ეს ყველაფერი არის ისეთი საკითხი, რომ ყველას ნებისმიერს ურჩევ, თუ იქ არ არის პირადი შეურაცხყოფა, რა ვიცი, ეხლა კიდე გადმოტრიალებული თვალები, ხო, მას გულისხმობ ნარკოტიკებს, თუ იქ არ არის ცემატყება და ლანძღვაგინება, ყოველთვის ვეტყვი, რომ დანარჩენ რაღაცებზე გავლოს ყური და ის ოჯახით შეინარჩუნოს, ის ურთიერთობაც სიყვარულით და ასე შემდეგ. თქვენთვის ეს მიუღებელი თუ არის, არჩევანს თქვენ აკეთებთ და ჩემზე დაიბოღმებით, დაიგუზებით კაცო. ჩემთან რა გინდათ ვერ გავიგე. მე არცეც არ გეუბნები თქვენ. ჩემი აზრი გაინტერესებს, მე ვინმეს არჩევანი ყველას ასე ვუძნებ, თქვენ უნდა გააკეთოთ. მაგრამ თუ კონკრეტულად ვინმე მკითხავთ და გეუბნებით, რომ კი, უნდა შეინარჩუნო და მიდი და არ გადადგა ეს ნაბიჯი და თქვენ მაინც ეს არ გინდათ, შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ ყველანაირი ყველაფრის აგრესიის, ბუღმის და ასე შემდეგ გარეშე. ვიღაცას ბოზი მოყავდა, ცოლათა გადავირიე. ეს არ გინდა ცოლად მეთქი და მერე გული მოვიდა, ჩემზე დაიბოღმა და ბიჭო. ავდექი მერე და უთხარ ეგე რა, ის ბოზი მეუთხარი ერთი დაუქნიეთ, იდი და შენს ოჯახში იქნება დღესვე თავი დასობილი მეთქი. აღლა არ მოიყვა, რატო არ მოიყვა, ვერ გავიგე. რა ვიცი, 10 კაცის ნახმარი კი იყო და ახლა 11-12 კაცი, 1-2 კაცი დაემატა, ხო? 10 კაცი თუ არ იყო პრობლემა, 2 კაცი გახდა პრობლემა. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ და არა მე. და ჩემთან თუ მეგობრობთ და ჩემი, ნახეთ, ესე აზროვნება და რაღაცა მისაღები არის, მე რომ შვილი მყავდეს ბიჭი, კი ბატონო, ქალბატონმა სასიყვარულო შელოცვა შევხედო გაუკეთოს და ნახეთ, კი ბატონო, მანამდე ვისთან გაიარა, რა გაიარა, არ დავინტერესდები, არ არის ეს ჩემი საქმე, მაგრამ თანაცხოვრების დროს ამასთან ურთიერთობაში რომ შემოვიდა ჩემ ბიჭთან, არ დაიცავს იქ და კიდე ვიღაცას დაისევს ერთ ადგილას, სახში შემოუშვებ კი არა. ისე დაობდღვნი და ისე გაობდღვნი. ერთი ლუკბარა ნამცეცებად, ნამცეცაც არ დავაორთქლებ ჰაერიდან. ასეთი ქალი ვარ მე. ხო, კიდე კაი რო არა მყავს ბიჭი. დამირჩა ქალბატონები. და მით უმეტეს საზღვარლო შელოცვა დაადოს, ის დავინახო.
ხო, ეს არის ჩემი დამოკიდებულება უკვე და ჩემი რეაქცია. ხო, და ახლა თქვენ ეს თუ მოგწონთ ესეთი ნინო, კი ბატონო, თქვენც ესე დაგელაპარაკებით და ასეთი რეაქცია მექნება როგორც საკუთარ შვილზე და საკუთარ თავზე და ოჯახზე, სხვაზეც. მაგრამ ამას მე ტაროში ვინმეს არ ვუჟღერებ. ჩემ ხასიათს. ჩემი ხასიათი თუ გაინტერესებთ, ასე. ამიტომ მაგაზე ნუ დაიგრუზებით. თქვენი ხასიათი გაქვთ, მე ჩემი ხასიათი მაქვს. დაგემშვიდობები, თქვენი არჩევანი გაქვთ, თქვენი გადაწყვეტილებები, მე ჩემი. დაგემშვიდობებით, ახლა გისურვებთ წარმატებების დროებით. ჭკუით იყავით.